I'm German homolos, I drink coffee and I know things. მესამე ეპიზოდის თემა არის სრულყოფილი ქმნილება. შემოქმედ სურდა რომ ადამიანი სრულყოფილი, უნაკლო ქმნილება ყოფილიყო, ოღონდ ეს ყოველივე ბუნებრივად და არჩევანით უნდა მომხდარიყო. განა არ შეეძლო რომ გაეკეთებინა წინასწარ დაპროგრამებული მის მორჩილებაზე ადამიანი. ყოველმხრივ განათლებული, მოაზროვნე, სულიერად ძლიერი, ფიზიკურად ძლიერი, უნაკლო აღნაგობით, მაგრამ ეს რანაირად იქნებოდა სრულყოფილება? ეს იქნებოდა სათამაშო, სტატიკური, გაყინული არსება, უაზრო. მას სურდა თავის მსგავსად თავისუფალი ყოფილიყო ადამიანი, ამიტომ მისცა მას ხორციელი სხეულიც, მიწიერ სამყაროში არსებობისთვის საჭირო სამოსი და საკმარისი დრო იქ ყოფნისთვის, რომ თავი გაეწრთნა ადამიანს, აზროვნების უნარი გამოემუშავებინა. მომზადებულიყო, დაემსახურებინა თავისი ნებით, სურვილით, არჩევანით და საქმით მარადისობაში ცხოვრება. ღმერთს სურს, რომ მისი საყვარელი ქმნილება ადამიანი სრულყოფილი და ბედნიერი იყოს, მაგრამ ეს ძალით და ხელოვნურად კი არ სურს, არამედ ბუნებრივად, რადგან სრულყოფილება ბოძებული საჩუქარი კი არ არის, არამედ გამომუშავებადი, შრომით მიღებული მდგომარეობა, სრული თავისუფლებიდან გამოსული. ამიტომ არათუ დაუშვებელი და სულელური, არამედ გადამეტებულად ბრიყული, ცხოველური საქციელია ადამიანის მხრიდან უმადურობა და უიმედობა. სანამ ცოცხლები ვართ ამ სამყაროში, ყველაფერი გამოსწორებადია და რასაც არ ეშველება, იმაზე ღელვა ცხადია საჭირო არ არის.